მოგესალმებით კოლეგებო, თან აქეთ აგვარო. გამარჯობათ ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ამ საღამოს აქ ბრძანდებით ჩვენთან ერთად. მინდა ჩვენი ტრენინგი დავიწყო სოლიდარობის გამოცხადებით ჩვენი კოლეგის ნინო დათაშვილის მიმართ. ამ დღეებში, როცა ეს ყველაზე მძიმე გზას გადის, განსაკუთრებით გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული ერთობა და ადამიანური თანადგომა. ნინო ახლა წესით ჩვენთან უნდა იყოს ჩვენს გვერდით და იმავე სურვილით უნდა ეცხოვრა, როგორც ჩვენ განვითარებულიყო და მზად ყოფილიყო სექტემბერში სასწავლო პროცესთან შესახვედრად. ძალა, სიმტკიცე და სიყვარული მას ჩვენგან, მისი კოლეგებისგან, მას და მის აბიტურიენტ შვილს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ მანანა ჯაყელს, ჩვენ დღევანდელ ტრენერს, გამოცდილ ექსპერტს, რომელიც გულწრფელი სურვილით უანგაროდ შემოგვიერთა და თავისი ცოდნის გაზიარებით ამ კეთილ საქმეს მხარი დაუჭირა. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა წინა ტრენინგის ტრენერს თამუნა ზურაბაშვილს, რომელმაც არა მხოლოდ საინტერესო თემები გაგვიზიარა, არამედ არაჩვეულებრივი ხარისხის ჩანაწერიც დაგვიტოვა, რომელსაც დღეს თქვენ მიიღებთ საჩუქრად და წინა ტრენინგის მსმენელები კიდე მანანა ჯაყელის ჩანაწერს მიიღებენ საჩუქრად. შეგახსენებთ, რომ ორივე ტრენინგი ტარდება ერთსა და იმავე ჯგუფში, რათა ორივე შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდეთ ცდომა ორივე ჩანაწერზე. ახლა კი სიამოვნებით გადავცემ სიტყვას ქალბატონ მანანას, მადლობს რომ აქ ხართ, პატარა ბიჭუნას სიცოცხლის გადასარჩენად და ყველაზე მთავარი ყველა მიცით ფაქტიურად აღარც მითქმია, რომ ეს ტრენინგები ტარდება პატარა რომეოს დასახმარებლად. ქალბატონ მანანას ჩემი წარდგენა არ სჭირდება და მეც სულ მოუთქმელად ველოდები, იმდენი საინტერესო რამე გველოდება წინ. გისმენთ ქალბატონო მანანა. მოგესალმებით მეგობრებო. აი ამ სპელის აფხულის დღეს მოკლედ ჩვენ ვცდილობთ რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ, კიდევ უფრო მეტი რამ გავიგოთ, აქ ჩამოვრჩეთ აი ამ ტემპს და ტემპიდაც ვითარდება საინფორმაციო ტექნოლოგიები. მე უერთდები მთელი სულით და გულით აი ამ ინიციატივას მოტივირებული პედაგოგების ჯგუფის, რომელიც პირველი არ არის და ესეთი ტრენინგების საქველმოქმედობა არაერთი ჩატარებულა ამ ჯგუფში. მე მინდა ყველა ბავშვს უთურვო ჯანმრთელობა, ყველა შეფუფლება იყოს ჯანმრთელი, იყოს ბედნიერი და ჰქონდეს ლაღი ბავშვობა. აი ეს მინდა მე პირველ რიგში და თუ კი ჩვენ რამე შეგვიძლია ამისათვის გავაკეთოთ, მე პირადად და თქვენც ალბათ დამეთანხმებით ამაში, ყოველთვის მხარს დაუჭერ ნებისმიერ წამოწყებას, ნებისმიერ საქმეს, რაც წარდგება აი ამ ბავშვების კეთილდღეობას. მოკლედ მოდით დავიწყოთ ეს ტრენინგი, როგორც უკვე იცით, ეხება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ერთ-ერთი ვიტყოდი მე ყველაზე მნიშვნელოვანი აქტუალური თემა ჩვენს დღევანდელობაში. ვითარდება ალბათ დამეთანხმებით, ვითარდება ელვისებური სისწრაფით, საოცარი სისწრაფით. მე თუნდაც 1 წლის წინ როგორი ვითარება იყო, რომ შევადაროთ 1 წლის წინ, აი 1 წელიწადში ეს ისეთი სისწრაფით არის განვითარებული, რომ მოკლედ აი არ ვიცი რა დავარქვა ამას, რა სიჩქარე დავარქვა, არ ვიცი. მას მოიხმარს მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად და მოკლედ ჩვენც არა ვართ გამონაკლისი და აი ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ბავშვები არ არიან გამონაკლისნი, რა თქმა უნდა და ისინიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და იყენებენ ძალიან მე ვიტყოდი ქაოსურად და არავინ აკონტროლებს მათ, აი რანაირად იყენებენ, როგორ უნდა გამოიყენონ, აი არ არსებობს არავითარი ბერკეტები, არ არსებობს არავითარი მექანიზმი. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენ მასწავლებლები უნდა ვიყოთ აი ამისათვის მომზადებულნი და ჩვენ თუ ვიქნებით მომზადებული ამისათვის, რა თქმა უნდა ჩვენს მოსწავლეებს ყოველთვის მივცემთ მიმართულებას, მიუთითებთ რომ მათ სწორად გამოიყენონ აი ეს ყველაფერი. ისეთი მოსხვავებულია ეს ყველაფერი, აი არ შეიძლება უნდა ეს ბავშვებს
ყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც მისცემს მიმართულებას, რომელიც მისცემს რჩევებს, როგორ გამოიყენონ სწორად და დაიცვან ამავე დროს ეთიკის ნორმები და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ბატონო, მე შემეკითხეთ რამე? კარგით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან სამ გიგანტზე, ასე ვიყოდი მე, ხელოვნური ინტელექტის მხედველობაში. ეს გახლავთ პირველ რიგში Microsoft-ის კოპილოტი, რომელიც ყველა პედაგოგს, ყველა საჯარო სკოლის პედაგოგს აქვს თავის პაკეტში. მე გულისხმობ აი ამ Office 365-ის პაკეტს, Teachers Go G ანგარიშები რომ გვაქვს ყველას. ეს არის მთლიანი პაკეტი Office 365-ის, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა ყველა პედაგოგს და მოსწავლეს საჯარო სკოლებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდში და ახლაც გრძელდება მისი გამოყენება, აი ასე. სწორედ აი ამის ფარგლებში გვაქვს აი ეს ხელოვნური ინტელექტი Microsoft-ის კოპილოტი. მეორე გახდა Google-ის პატიცნობ მასაც, რა გიგონიათ, შეიძლება გამოგიყენებიათ კიდევაც. Gemini, Google-ის ძალიან ცნობილი, ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი. და მესამე ყველაზე მეტად გავრცელებული ალბათ, რომელიც აი ბავშვებიც მას იყენებენ, ძალიან ისეთი ფართედ, ისე ვთქვათ, chat, კარგად ნაცნობი, ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე chat GPT. ვინმე უშუალოდ დავიწყებდე თითოეულ მათგანზე საუბარს და წარმოვადგენდე კონკრეტულ მაგალითებს, პრაქტიკულ მაგალითებს, მინდა ერთი პრეზენტაცია შემოგთავაზოთ. გაზიარება არ მაქვს ჩართული მზიან. ეხლავე, აი მფლობელი, აწიე ხელი აბა და მე წესით, როცა როგორც მფლობელს გამატებ, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა. ხელი აწიებ წეღანი ისა რა ქვია, გეძებე და აი, ეხლავე გაგხდით წარმდგენს და გაგხდით კამერა ჩართული მაქვს და თან ვარ მე მგონი. კი ბატონო, ეხლა გაზიარებ. ჩაირთა კი ბატონო, ეხლა გავაზიარებ ეკრანს და აი არ არის ეს პრეზენტაცია დიდი, უბრალოდ საჭიროდ მიმაჩნია, რომ წარმოვადგინო ეს პრეზენტაცია და თქვენც როდესაც ნახავთ, ალბათ დარწმუნდებით თუ რატომ გადავწყვეტე ასე. დამიდასტურეთ, გავზიარებ. კი, გაზიარებულია შენი ეკრანი. კი, ჩანს. კი ბატონო. ამის იყოს წესი, აი როგორ დავხატოთ ხელოვნური ინტელექტის პასუხები უფრო სრულყოფილი და კითხვების ფორმულირების ხელოვნება ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში. მოდით ეხლა ამ პრეზენტაციის მიზანი ის არის, მოკლე პრეზენტაცია გახლავთ ძალიან. აი როდესაც ტარდება ტრენინგები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, აი როგორ გიქნათ თქვენ ეს თავმართლა და თუ ვინმე მიპასუხებს ძალიან გამიხარდება. Kitpropt. ტრენინგზე რა არის სატრენინგო აქ? რაში უნდა დატრენინგდეს მსმენელი? აი თქვენ როგორ ფიქრობთ? საქმე ეხება ხელოვნურ ინტელექტს. აი რა არის მნიშვნელოვანი აქ? მოგნახეთ? აი როგორც სახელწოდება მიგანიშნებს, სამი სიტყვის წესი, აი როგორ გავხადოთ ხელოვნური ინტელექტის პასუხები უფრო სრულყოფილი, რომ მივიღოთ მაქსიმალურად კარგი პასუხი. ეს რაც ჩვენ მოგვეწონება, რაც ჩვენ დაგვაკმაყოფილებს. აი თუ ეს პასუხები ჩვენ საჭიროებებს ნაკლებად ერგება და მაშინ არც ის არა, რა პრობლემა შეიძლება იყოს? აი რა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი? პრობლემა ხელოვნურ ინტელექტში კი არ არის, მეგობრებო, არამედ კითხვების დასმის ფორმა როგორია. როგორ ეკონტაქტდება მას ადამიანი? აი რანაირად თავაყალიბებს თავის კითხვას, აი როგორ სწორს, რას სწორს, აი რას მოითხოვს
ხელოვნური მანანა ბოდიში მაინც და მაინც რაღაცა ძალიან კარგად არის მის შენი ხმა წეგან რაღაცა მომენტში წყდებოდა კიდეც და არ ვიცი პრინციპში არ ინერვიულო მაგრამ ისე ისმის კი ეხლა კარგად ისმის ნახე გაგრძელი აბა საუბარი ღია სივრცეში ზის ეთყობა და იკარგება ხმა. არა, ღია სივრცეში არ ვზივარ, ოთახში ვზივარ. ოთახში ვზივარ, პირიქით ესეთი იმიტომ გავიკეთე. ყურსაცმენებიც, იმიტომ გავიკეთე. უხათესად ყოფილიყო, უხათესი ხარისხის ყოფილიყო, ჩემი საუბარიც და ფაურიც არ შემოსულიყო თქვენთან და ასე შემდეგ და არის კარგად. ცოტა წყდება ხანდახან. აი, უთუსიანი ყურსასმენების ბრალია ხოლმე ზოგადად. ხა ინტერნეტი ძალიან კარგია. 5G ინტერნეტია. ვიცი ამას და ნახოთ მეგობრებო, უკეთესია? როგორ მან არ მისმოდა აი, საერთოდ დავიკარგე, თუ რა ხდება? არა არ დაიკარგე ისმის მაგრამ ძალიან შორედან თითქოს და არ არის უკეთესი? არის ხმა როგორ არ არის გააგრძელე უბრალოდ ისა რა ქვია ცოტა მაინც და მაინც მეთრად არის მის ხმა. ხო მკვეთრი და არის უი, ესე იგი დაწეული. აი, ეხლა როგორ არის? ბოლომდე აუწევთ. ბოლომდეა. კიდე არის მის კარგად? ცოტა არაუშავს ახლა. აი, ერთი წუთი რა. მეგონა რომ უბრალოდ მქონდა რაღაცა დისტანციური ჩართვა და შესანიშნავად იყო და მეგონა ყველაფერი წესრიგში. აი ხა ცოტა უკეთესია. არ მიყვარს ნამდვილად ესეთი რაღაცა ტექნიკური ისინი. ყველაფერს ვაკეთებ ხოლმე რომ წესრიგში იყოს. ხა კარგად ისმის კოლეგებო, ხო? ხო, უკეთესია. კი, უკეთესად გაგრძელე. რა ვიცი, მე თქვენ ახლა მესმის საუკეთესოდ და ყველასი. ხო, გააგრძელე რომ ხო, კი ბატონო, რაღაცა ცოტა ავირიე. მიყვარს ხოლმე. აი, ესე იგი ის უნდა ვეკინდოთ როგორც ადამიანსო და აი სამი სიტყვის წესი, რომელიც ამ პრეზენტაციის სახელწოდებაც გახლავთ. ეს არის მარტივი ხრიკი, რომლის დახმარებითაც აი ხელოვნურ ინტელექტს ჩვენზე მოგებულ პასუხებს ვაიზულებთ, რომ ჩვენზე მოგებული პასუხები გაგცეს. ამ შემთხვევაში ეს არის სამსიტყვიანი მითითება და ეს სამი სიტყვა პირობითად რა თქმა უნდა, ეს სამი სიტყვა ხელოვნურ ინტელექტს დაეხმარება გაიგოს როგორი ტონით, როგორი სტილით, ან რა ზუსტით შეასრულოს ის დავალება, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ. უბრალოდ კითხვას არ ცვი, უბრალოდ უვითითებ ვის როლში გაქცევს პასუხი. აი, ამის მაგალითებია. აი, მე ცოტა ინვესტის მსგავსად, როცა გვინდა ლოგიკური პასუხი. სტრუქტურირებული და დეტალური პასუხის მიღება. მე თვითონ მასწავლებელი ხარ, აი, როგორც მასწავლებელი, მე თვითონ როგორც მასწავლებელი. მარტივი და გასაგები ახსნებისთვის. ეს გუმრება რა თქმა უნდა, მიპასუხე ჰემინგუეის სტილში. შეიძლება დავწეროთ თქვა ილია ჭავჭავაძის სტილში, ანა გაგიწევეთის სტილში. ისე გვინდა მოკლე დამორჩეული და შთამბეჭდავი ტექსტებისთვის. რა არის მის კარგად ხალხო ცოტა დამაწყნარით რა. კი, ისმის. ძალიან კარგი. ეხლა წერენ კოლეგები ჩემთან კარგად ისმის, ახლა უკეთესია წერენ აქ. არა, მე აი ისეთ როგორ მესმის, თითქოს აი ჩემს გვერდით ისე მესმის ყველას პირადად მე. აი კარგი თონა. აი მაგალითად კარგია თამათმე ნიმუშები, გაკვეთილის გეგმა წილადების გამრავლების შესახებ მეხუთე კლასელებისთვის. აძლევ ასეთ თონას. გაკვეთილის გეგმა წილადების გამრავლების შესახებ მეხუთე კლასელებისთვის. კარგი კითხვაა.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ უფრო უკეთესი დავსვიდოთ ეს კითხვა. მაგრამ იმედე როგორც ექსპერტი მათემატიკოსი და მასწავლებელი მოსწავლეთა აქტიურად ჩართულობაზე ორიენტირებული გაკვეთილის დიზაინის შექმნის გამოცდილებით. აი ეს ბევრად ისეთი კითხვაა, რომელიც უკვე აკონკრეტებს. ნახეთ და ნახოთ აი საუკეთესო როგორი შეიძლება იყოს საუკეთესო თხოვნა. დაახლოებით აი ასეთი. იმოქმედი როგორც ექსპერტი მათემატიკოსი მასწავლებელი, რომელიც გამოცდილია და გამოცდილი მასწავლებელი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაში შეადგინა გაკვეთილის გეგმა მეხუთე კლასის მოსწავლეებისათვის ჭირადების გამრავლების შესახებ. გაკვეთილი უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ აქტივობებს, მოსწავლეთა თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩამოაყალიბე პასუხი ცხრილის სახით. აი აქ უკვე ვერაფერს ვეღარ დავამატებ, ნამდვილად ყველაფერი არის ნათქვამი, რა მინდა, რისთვის მინდა, ვისთვის მინდა, როგორი მინდა, რომ იყოს ეს პასუხი. მაგალითი. აი რეცეპტი, მაგალითად. კარგია, მითხარი რეცეპტი, რაღაცა რეცეპტი, რაიმეს რეცეპტი. უკეთესი, მითხარი მარტივი რეცეპტი, საუკეთესო. მითხარი მარტივი, ოთხიანი რეგულარული რეცეპტი. რომელიც არ საჭიროებს უმეს. ახლა გამწვრის ან რაიმე რა ვიცი ამ მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ მაგალითია რა. აი ასეთი ნიმუში, როგორი შეიძლება იყოს მოკლე კონკრეტული თქონა. ხელოვნური ინტელექტისთვის რა თქმა უნდა. ნახეთ აი როგორ შეცვლით აი თქი თქონა არის აი ეს მაგალითად შექმენი პრეზენტაცია კლიმატურ ცვლილებებზე. შეიძლება გავხედოთ მე უკეთესია. მეგობრებო, იაქტიურებს რა. კოლეგებო, ხმა თქვენთან ხომ არ გამოგირთეთ ყველას მიკროფონები, მეგონი არ გამომირთავს და ხმასთან დაკავშირებით თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს კარგი კითხვა, შექმენი პრეზენტაცია კლიმატურ ცვლილებებზე, როგორ გავხადოთ უფრო უკეთესი, უფრო ორიენტირებული საკითხზე. ეს ზოგადია და შეიძლება რესურსებიც მოვთხოვოთ შეფასების რუბრიკა და რა ვიცი უფრო ჩაგვიშალოს რა. ან რასამალია კლასი დავაკონკრეტოთ, აი რომელი კლასისთვის გვინდა, რა საგანია და ასე შემდეგ, ხო, აი ნახია რაღაცები, ხო? აი შეიძლება აი მისთვის უკეთესი თუ უფრო ორიენტირებული. აი ვისთვის გვინდა რა აუდიტორიისთვის, რა სამიზნეების გვინდა ეს პრეზენტაცია კლიმატურ ცვლილებებზე, ამის მნიშვნელობა აქვს რა. იმის შეიძლება იყოს რა სამეცნიერო წრეების პრეზენტაცია, მოსწავლეებისთვის, მოსწავლეებზე გათვლილი, მეგობრებზე გათვლილი სხვადასხვა. და ამისაც კი ადამიანებს სჭირდება, ასევე ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება, რომ დავუკონკრეტო რომელი სამიზნე ჯგუფისთვის მინდა მე ეს, რომელი კლასისთვის მინდა და ასე შემდეგ. საუკეთესი როგორი იქნება, საუკეთესი იქნება მაგნიტი, რომ იყოს იქ დავალებებიო და ასე შემდეგ. აი ეს ერთ კითხვაში, ერთ თხოვნაში მოაქციო, რამდენიმე წინადადებაში მოაქციო ეს ყველაფერი და მიიღო სასურველი პასუხი. იმისგან, ხელოვნური ინტელექტისგან. შეგიქვა აუდიტორია, აი დავწერით ეს თქონა ისე, რომ გახდეს საუკეთესო. აი დამეხმარა პრეზენტაციის დაკეთებაში. აი როგორ დავწეროთ ეს თქონა საუკეთესო რომ იყოს. კარგად იყოს სტრუქტურირებული, რომ პირდაპირ მიიღოთ ძალიან ეფექტური პასუხი. და მომწურავი პასუხი. მაგალითად, როდესაც თუნდაც დაუშვათ პროექტს ვადგენთ, ისედაც და პროექტის დროს ჩვენ წინასწარ გეგმავთ, ასე ვთქვათ, სამიზნეცნება რა არის, რომელი კლასია, რა შესაძლებლობები აქვს, რაზე უნდა გავიდეთ, რა შედეგზე უნდა გავიდეთ, რა რესურსი გვაინტერესებს, უნდა იყოს თუ არა ეს თქვათ ინოვაციური ან შემოქმედებით და ასე შემდეგ. აი ყველა, ჩემი აზრით, ყველა დეტალი უნდა წინასწარ დაუწეროთ, გავაცნოთ, კლასიც უნდა გავაცნოთ, საგანი
ინტეგრირება ხდება თუ არა სხვა საგანთან, ჩვენ რა გვაინტერესებს, აბსოლუტურად ყველა დეტალი, როცა უწერთ, შეიძლება ერთი ფურცელიც კი გამოგვივიდეს, ისე დაუწეროთ ამ ინტელექტს და ქონია ეგეთი შემთხვევაც. და შემოგთავაზოს მერე სხვადასხვა იდეები და მერე ჩვენ იმ იდეებიდან ამოვარჩიოთ, უფრო დაუკონკრეტოთ კიდე, მერე კიდე ის გვიკონკრეტებს და ასე შემდეგ. ნუ აბსოლუტურად სწორ ბრძანდები. გამბილოთ აი ეს ყველაფერი უნდა იცით რა არის ხა ვფიქრობ რომ მაინც კონტექსტური იყოს რა ეს ყველაფერი მართალია რაც ბრძაnen უნდა იყოს მითითებული რას ემსახურება მიზანს ემსახურება რა არის რომელი კლასების და საგანთა შორის ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ჩანდეს ამ ხოლმეს აუცილებლად. კი ბატონო მართალი ბრძანდებით რა თქმა უნდა. ეს ძალიან ზოგადია როცა მოგმები დამეხმარე პრეზენტაციის გაკეთებაში. რა პრეზენტაციის? მოგესწრო მიკროფონები გამოქვეთ, ვინც აქ საუბრობს. მები შემოდის ჩემთან. მე ისა მიკროფონები გავთიშო თუ რა გავაკეთო? თვითონ გათიშავე კაცურად. აი რა აღარ მესმის. კი ბატონო. ძალიან ზოგადია ისედაც ეთქობა, აი რო წერია ხა პირდაპირ დამაინტრიგებელია, თუმცა ვამბობ რომ აბა როგორი იქნება საუკეთესო კითხვა, თავისთავად ხარია ძალიან ზოგადია ეს დამეხმარებ რა პრეზენტაციისთვის, ვისთვის, ასე შემდეგ. გასაგებია მე მგონი. უბრალოდ როდესაც მესმის ხოლმე, ხშირად მესმის, აი რა არის ეს რა ედაბა არა პასუხი გამცა და ასე შემდეგ. ტრენინგზე ზუსტად აი ეს არის სატრენინგო, სამოყალიბონ თავიანთი თქონა ადამიანებმა ხელოვნური ინტელექტის მიმართ რა თქმა უნდა. რჩევები, ძირითადი რჩევები იყოს კონკრეტული, მიაწოდოთ კონტექსტი, განსაზღვროთ ფორმატი, სტილი, შემოქმედებითი რა თქმა უნდა, შემოქმედებითი საჭიროა ამ შემთხვევაში შემოქმედებითი ზმნები უნდა იყოს გამოყენებული. მე არ დავაგრძელოთ, წარმოიდგინეთ რომ ადამიანების შექმნილია ხელოვნური ინტელექტი და ალბათ ის ისევე ვესაუბროთ, როგორც ადამიანებს ვესაუბრებით. ეს რაც მინდოდა მეთქვა ამ პრეზენტაციით, თუ რამე შეკითხვა გაქვთ მეგობრები, მოგისმენთ დიდი სიამოვნებით და გადავალ უკვე ძირითად ნაწილს, რა თქმა უნდა, თქვენი კომენტარი. არის შეკითხვები? ამისთან დაკავშირებით ხომ არ არის რაიმე შეკითხვა? კარგით, მაშინ გადავიდეთ უკვე ძირითად ნაწილზე და აი ძალიან მაინტერესებს მოგისინდა ვიცდიათ ეკოპილოტთან თუ გქონიათ შეხება და თუ გამოგიყენებიათ. კოპილოტი მეგობრებო, აი ეს ნახეთ. მაგრამ ფასს ითხოვს რაღაც ბოლო დროს. არა, ჩვენ ფასიანი გავხდათ და საკმაოდ ძირი ღირს, რა თქმა უნდა, მე მაგას კი არ მოვარწევ. ფასიანია ნამდვილად, მაგრამ ჩვენ გვაქვს teachers coach-ი, ვისაც აქვს ეს ანგარიში, ეს პაკეტი. აი მე მაგალითად ჩემთვის რაც გამომიყენებია და ზოგჯერ მთელი დღე მქონია შემთხვევა რომ ძალიან მთელი დღის განმავლობაში მქონია შემთხვევა რომ გამომიყენებია. არის როდის არ მიმიღია, მიღია პასუხი. მოგებული გვაქვს რა თქმა უნდა და ჩვენ არც აგვაქვს ლიცენზია ამისი. ყველაფერი მთელი თავისი სრული დაგვიქვით. ჩვენ ამ კითხულს ვერ ვიყენებთ, მაგრამ რაც არის პირადად ჩემთვის არის ძალიან საკმარისი და მე თქვენ გიჩვენებთ ახლა რა ებისაკეთება შეიძლება აქვს. ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ აბსოლუტურად პედაგოგისთვის ყველაფერი შესანიშნავად არის და არა მხოლოდ ძირითადად თვითონ კოპილოტი, ახლა აი რას გულისხმობ, ახლა გიჩვენებთ ყველაფერს. აი აქედანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ კოპილოტზე და პირდაპირ შეგიძლიათ აკრიფოთ Microsoft 365 კომ. აი აქედან Outlook-იდან შეგიძლიათ გადახვიდეთ რა თქმა უნდა. მე პაროლების მოთხოვნა. კი ბატონო.
თუ გქონიათ და თუ გამოგეყენებიათ კვირკვინოდი და თქვენ მიმბრძანეთ რომ ესე იგი რა დაგიწერათ ხო ამოიწურავთ თქვენი ლიმიტირებული ისაო რატო ვინც მითხრა მე რომ ფასი კი, მოგთხოვათ უბრალოდ მე შევედი Gmail-ით არა და ისა არა Gmail-ით არა კი ვიცი ეგ რომ იმითაც შეიძლება მაგრამ რაღაც ადრე უფრო ბევრს მაკეთებინებდა და ეხლა რაღაცა 1 დღის წინ 2 დღის წინ რაღაცა ძალიან შემიზღუდა და ცოტა შევწუხდი არა არავითარ შემთხვევაში ეს არ ხდება თუ მაგალითად მოხდა ასეთი რამ დიდი ფანი გამოიყენეთ შეიძლება დააწეროს მაგის ამოიწურაო თქვენიო თქო რაღაცა ესეთიო შეიძლება დააწეროს მაგრამ მე ძალიან მჭირდებოდა მქონდა ასეთი მომენტი და ნახევარი საათი რომ გავიდა ასე რომ დამიწერა ასეთი რამ და ნახევარი საათის შემდეგ ხელახლა ვცადი თქვენი ერთო გამიშვა ისე ეხო დამიწერა ეს გამოიწურავ ამითო თქვენიო რასაც იყენებთო თქვენი ესე იგი აი ეს ფასო ვერსიაო თუ ლიმიტირებული ვერსიაო ნახევარი საათის შემდეგ მაინც ვცადე ხო იცით სტაბილით მონახულობ ცადეთი ისე ჩვეულებრივ გამიშვა და არ ერთი პრობლემა არ მქონია აი არ ვიცი მიფენებთ ეს გაკეთება შეიძლება და რა მიკეთებია და რას ვაკეთებ მე პირადად თქვენს და მეც ყველას იჯაბის სკოლის პედაგოგებს ვაქვს ერთნაირი პაკეტები არავითარი განსხვავებული თქვენგან მე არ ვიყარეკელი მაქვს აი მანენა ძაბული ძაბული თითქოს გოჯი აი ეს არის ჩემი ინგარიში ის პაკეტი რომელიც მე თქვენს რაც თქვენ ის მაქვს მე აგით მოკლედ ნახეთ შეიძლება ერთი კაპიტანთან დაკავშირებით შეიძლება ხო აი ეს მე ხლა ისეთ არ შევსრულე მაგრამ გუშინ მოვსინჯე და მე მათემატიკოსი ვარ და მომწევ ხოლმე ამდენ მათემატიკოს საკითხი შევადგენ ხოლმე და იქ არეული ახლა ლათინური შრიფტის და თავიდან ხარვეზებით გამოუშვა ანუ თქვა სინუსი და კოსინუსი ქართულად ეწერა ABCD და შენიშნავი ხო ზუსტად მეთქი და მერე გამოასწორა ნუ მეტნაკლებად ხან ისე გადადიოდა ხან ისე ნუ რაღაც ხარვეზები ქონდა თავიდანვე ანუ სიღრმისეულიც მივეცი რომ ესე რა ქვია დაფიქრებული და ერთგენული მაგრამ ხარვეზები მქონდა თავიდანვე აი როცა სხვა იმაზე რა ქვია პლატფორმაზე აი მე გვიან მეორე მუშაობის შემდეგ მაძლევდა ხოლმე ხარვეზებს აი დაახლოებით ისეთი თავიდანვე მქონდა ხარვეზები აი კონკრეტულად ეს კოპილოტზე საუბრო ამაზე საუბრო თუ სხვა რომელიმე ჩატი არა კოპილოტი კი ბატონო არ ვიცი აი მე მაგალითად ეხლა ჰუმანიტარი ვარ ისტორიკოსი გასვლა ვარ და ერთი წლის წინ ნამდვილად ქართულად როდესაც წერდა მუშაობთ შეცდომებს მაგრამ იმდენად არის გამოსწორებული აი რემსდარებაც კი არ შეიძლება ისე განსხვავდება როგორი იყო ერთი წლის წინ და როგორია ახლა საკმაოდ გამოყალიბებული ტექსტები დალაგებული ძალიან კარგად შეიძლება რაღაცა გავასწორო შევასწორო მაგრამ პრინციპში ვერ დავემდურები ნამდვილად აი ერთი წლის წინ ნამდვილად ხარვეზები არა შეიძლება მათემატიკას და ლოგიკური ტესტები აბსოლუტურად ლოგიკური ტესტები აი სანდე ყველანაირი ტესტი უკაცრავად სულ პაკეტებს ძალიან სულ განტოლებებს მე არ მათემატიკოსი მაგრამ არიან კოლეგები მათემატიკოსები რა თქმა უნდა ჩემთან სამსახურში და მოკლედ აი ძალიან გაუთხილები არიან ნუ მაი უბრალოდ აკეთებს ამ ყველაფერს ლოგიკურ ტესტებს ხო აი ის აკეთებს ესეც სწორკუთხედს იძლევა რომ აი არ ვიცი მოკლედ კარგით მოდით ახლა პრაქტიკულად ნახოთ ეს ყველაფერი აი ეს არის ალბათ ვინც იცნობ და ვისაც გიმუშავებთ ისიც რომ აი ეს არის ძირითადი ჩატი ხა მე ვთავარ აი ამ ჩატზე სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულების ნებისმიერი საგნის მიმართულების თუ ნებისმიერი სფეროს მიმართულებით დაუსვათ კითხვას ცხოვოთ მიწეროთ აუტვისოთ ფაილი და მიაბათ ფაილი შეიძლება იყოს რაიმე ვიდეოს ბმული მაგალითად ეს შეიძლება იყოს PDF ფაილი ეს შეიძლება იყოს პრეზენტაცია ეს შეიძლება იყოს უბრალოდ Word-ის ფაილი ტექსტი ასე შემდეგ ნებისმიერი სახის. ახლა ნახეთ მე უბრალოდ
ავტვირთავ ერთ თემს შედგენილ ტესტს, ეს იქნება ისტორიის მიმართულებით, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობას სადაც დამეთანხმებით ამ შემთხვევაში, ეს უბრალოდ ჩვენებლად ვაკეთებ მას. და ნახოთ ესე იგი რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი, როგორ კითხვას დავსვავ, რა თხოვნას ჩამოვაყალიბებ და ეს ერთი ტესტი ნებისმიერი რაც მომხდა ახლა წინასწარ არ აქვს მნიშვნელობა რომელიც კიდე იყოს, ეს არის მე-7 კლასის შემაჯამებელი დავარება. გავხსნი ჯერ ისე გიჩვენებთ მეგობრებო, რომ იცოდეთ უბრალოდ ესეთი ტესტია მე-7 კლასელი მოსწავლეებისთვის, არის ეს ნახატი და არის ღია კითხვები, რა თქმა უნდა, ესეთი ადგილები და ჩაწერონ აქ პასუხები, გაცნობია ალბათ, ვინც არიან აქ ფილოლოგები, ისტორიკოსები და ასე შემდეგ. ესეთი ტესტი გახლავთ. და ეხლა მოდი ამას ვთხოვოთ. რა შენიშვნებს შეიტანს ამ ტესტში? რას დაამატებს? ავტვირთოთ ეხლა ეს ტესტი. ტესტი ატვირთულია, ეხლა აქეთ დავუწევ თოვნას. რა ჯერ იყოს საერთოდ მარტივი. რა ცვლილებებს შეიტან. აწერია მე-7 კლასში ყველაფერი და ამ მაგას ვაწერ უბრალოდ, თორე ისე დავაწერდი. რა ცვლილებებს შეიტან ამ ტესტი. ოჩა. ხო, კარგად. თუმცა რა თქმა უნდა, რამდენიმე ცვლილება შეიძლება შეიტანოს, რათა დავალება გახდეს უფრო მრავალფეროვანი, გასაგები და მოსწავლისთვის საინტერესო. ლექციების გამარტივება, ყურადღებით დააგროვდეს ნახატს, ფორმულირების დახვეწა, შეიძლება თუ არა პირველყოფილი თემის არსებობა კოლექტიური შრომისა და თანასწორობის გარეშე დაასაბუთე შენი აზრი. ესე იგი, ვიზუალური მხარე, დამატებითი დავალება, ასევე შემოქმედებითი დავალება, მაგალითად წარმოიდგინოს, რომ პირველყოფილი თემის წევრია, აღწეროს ერთი დღე, შენი ცხოვრებიდან და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან არ მინდა რომ დიდი დრო დავყარგო ამაზე, ესე იგი, როგორი ტვიანური მითითებები დავაქვათ, შენიშვნებიც დავაქვათ, რა მნიშვნელობა მეარეს ოდეს არ მეშინია იმის რომ ეს იგი თუნდაც ადამიანებმა და მომწონს და ვიღება ამას მისაღებია, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა არის შეიძლება რაღაცა ფოვოროთ ვქართ, აი რა ღია კითხვებს, აქ ღია კითხვებზე აგებული და რა ღია კითხვებს რა ღია კითხვებს დამავებ. შესანიშნავი იდეაო, შედარებითი ანალიზი, თანამედროვე სოფლის ცხოვრება შეადარეო, კრიტიკული აზროვნებისთვის შეიძლება და თუ არა რომ პირველყოფილ თემში არსებობდა უთანხმოება ან კონფლიქტი, რა თქმა უნდა არსებობდა. როგორ აგვარებდნენო ისინი ასეთ სიტუაციებს, როგორ მოაგვარებდნენო. მის სოციალურ ურთიერთობებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე, მომავლის ხედვა, ლიდერობის თემაზე, აი რას ვიტყვით მეგობრებო, ჩემთვის მისაღებია აბსოლუტურად ეს. შემიძლია ძალიან გადავაქვაფერო ეს ტესტი, სრულიად სხვანაირი გავხადო, თუმცა რა თქმა უნდა, აქ ჩვენ
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი კლასის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული და აი როგორი ბავშვები თქვენ კლასით დაკომპლექტებული, თორე რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავუსრულოთ კიდევაც ტესტი და უფრო მეტი ასე ჩავდოთ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დაგვავიწყდოს, მაგრამ თავისთავად, აი თქვენ რა სიტყვით, თქვენი აზრი მაინტერესებს, ახლა აი ამ კონკრეტული პრაქტიკული რაც გიჩვენეთ, აზრის ფაქტ უბრალოდ ამის შესახებ. მისაღებია თუ არა, მაგალითად, ასეთი რჩევები თქვენთვის, ჩემთვის მისაღებია. ნამდვილად, გადავასხვაფერი ამ ტესტს აუცილებლად. ასევე შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ საგანში, საგანს აქ არავით არის მნიშვნელობა. და აი ამ კონკრეტული მაგალითი, მე მგონი, რა ვიცი, ძალიან კარგად ჩანს მისი შესაძლებლობები. ანუ ინტელექტს გულისხმობ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თქვენ შეგვიძლია სხვანაირი დავალებაც მივცეთ, თუ ისმეს რაიმე თქმა უნდა მოგისმენთ. თუ არა და კიდე სხვანაირი დავალებასაც მივცემ. კარგით, მივცეთ სხვანაირი დავალება, უბრალოდ აი მოკლეის არის ხერთვისის ვიდეო, ხერთვისის ციხის ისტორია და ლეგენდა 4 წუთიანია. უბრალოდ ამის გმულს ჩავაგდებ უფრო სწორად, აი ამ გმულს. აი ამ გმულს, ვიდეოს გმულს ჩავსვა და შემდეგ მივცემ უკვე დავალებას. ამ ვიდეოს მიხედვით შეადგინე გაგითილის გეგმა ეს გეგმა ეს არის საკითხი ციხის ლეგენდა. მივუჭიდეთ აუცილებლად კლასს, მე-6 კლასი, საგანი ჩვენი საქართველო. ძალიან მოკლედ ყვება ვიდეოში ამ ხერთვისის ციხის ლეგენდას. ინარსია ფაქტობრივად. აი თორე ამ ვიდეოს მიხედვით შეადგინოს გაკვეთილის გეგმა, ხერთვისის ციხის ლეგენდა, მე-6 კლასი, საგანი ჩვენი საქართველო. აი ნახოთ ახლა. დეტალური არც არის საჭირო მე-6 კლასელი ბავშვისთვის. აი გაკვეთილის გეგმა ნახეთ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი, ხერთვისის ციხე და მისი ლეგენდა. მიზანი არის გაკვეთილის მოსწავლეებმა გაიგონ ხერთვისის ციხის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა და აანალიზონ ლეგენდის შინაარსი. კი ბატონო, ვეთანხმები. სასწავლო მიზნები დაასახელებს ხერთვისის ციხის მდებარეობას და მნიშვნელობას, გადმოსცემს ლეგენდის შინაარსს, აფასებს ლეგენდის მორალურ და კულტურულ მნიშვნელობას. შეიძლება შევცვალო რაღაცა, გამოსაყარს საკუთარ დამოკიდებულებას, გმირობისა და თავგანწირვის თემებზე. ესეც შეიძლება რაღაცა შევცვალო ბავშვისთვის, თორე ისე მისაღებია რა თქმა უნდა. კითხვა მოსწავლეებს იცით თუ არა რა არის ციხესიმაგრე და რატომ აშენებდნენ მათ ძველად? კი ბატონო, მცირე საუბარი ციხეების როლზე საქართველოს ისტორიაში. მუცალი მასალის გაცნობა, ხერთვისის ციხის მოკლე ისტორია, მდებარეობა, არქიტექტურა, ფუნქცია, ვიდეოს ჩვენება, ლეგენდის თხრობა, ანალიზი, მისახება ლეგენდა, რატომ გადადგმა გმირმა ასეთი ნაბიჯი, როგორია ლეგენდის მორალი. სამ ლეგენდის მოსმენის შემდეგ დააწერე მოკლე წერილი იმ თვალის სახელით, რომელმაც ციხე ააშენა. დახატა ხერთვისის ციხე და ლეგენდის მთავარი სცენი. შეფასება და შეჯამები 5 წუთი. მოსწავლეები აფასებენ რა ისწავლეს, მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და ასახელებს საუკეთესო მოსაზრებებს. აი ნახეთ თავად რომ ამ გაკვეთილის პრეზენტაცია სამუშაო ფუნქციის
თქვენი როდესაც წოტია აი აქედან პირდაპირ შეგიძლიათ დააწყოთ აი დიახ მინდა პრეზენტაცია ან მინდა სამუშაო სასრულიად თქვენ თვითონ დაუწეროთ განსხვავებული ფორმა რომელიც თქნება თქმა უნდა საკითხთან დაკავშირებული ბუნებრივად ასეთ რაღაცაც აი დაამატე სახალისო აქტივობები დრამატიზაცია როლი თამაში შეიძლება გაკი ბატონო ეპათიის განვითარება იგავ სამუშაო ფურცელი შეგიქმნაო კი ბატონო შეგიძლიათ დაეთანხმოთ აი აქედან და დაატყობთ ან მისწეროთ კიდევ თუ რამე გინდათ მოკლედ ანუ ისაც მეორე ნიმუში აი ვიდეოს საშუალებით როგორ შეიძლება შექმნას გაკვეთილის გეგმა და განავრცოს საკითხი თქვენ თვითონაც დაეხმაროთ და მიაწოდოთ ფოვნა რო დაკონკრეტდეს რა გინდათ აი თუ გაქვთ შეკითხვა სიამოვნებით მოგისმენთ ან რაიმე აზრი არის რამე თუ არაფერი ჩემი ხმა ხო ისმის კარგად ისმის კი ისმის კი ბატონო ხომ არ არის რაიმე შეკითხვა ან რაიმე მე აზრი ხომ არ გაქვთ რომ გამოთქვათ თქვენი კარგით კი ბატონო ასევე შეგიძლიათ რა თქმა უნდა ერთ მაგალითად გიჩვენებ და შემდეგ გაჩვენებთ როგორ შეიძლება კიდევ დაამატოთ თქვენზე ორიენტირებული აგენტები რო ვიწრო ჩარჩოში მოაქციოთ თქვენი ინტერესების ჩარჩოში მოაქციოთ ესე იგი ეს ამ შემთხვევაში კოპილოტის ბაზაზე საუბრობ რა თქმა უნდა კოპილოტის გულისხმობ რომ მის ბაზაზე მეტად გახადოთ თქვენ საჭიროებებზე მორგებული ეს მრავალმხრივი მიმართულებით არის ეს ძირითადი ჩატი რაც არის რაც ახლა მე ვმუშაობ კი ბატონო და აი ნახეთ გვაქვს ასეთი პატარა ესეთი მოკლე ვაკრგორგასალი ტექსტი ასეთი შეგიძლიათ რა თქმა უნდა აი ეს ბული რეაქტიოთ თქვენთვის საინტერესო თქვენი საგანზე ორიენტირებული რაიმე ესეთი ვებ რესურსი იყოვოთ გქონდეთ აი ბული ჩაუდოთ ბულის მიხედვით აი მისცეთ ფონი იაკაც შეგვიძლია განკვეთილის გეგმართვოთ ვაკრგორგასალზე ან შეგვიძლია კიდევ სხვა რამეც დავუვალოთ აი ამ რესურსთან დაკავშირებით მოდი ასეთი დავალება მივცეთ გაკვეთილის გეგმა კი არა და ღია კითხვებზე იყოს აგებული და დაანალიზოს ვახტანგ გორგასლის ეპოქა. აი, კი ბატონო, მივცეთ ადრე დავალება. დაანალიზე ისე ვახტანგ გორგასლის ეპოქა. ამ რესურსის მიხედვით უკაცრავად დამავიწყდა. ხო, აი ჩავუდგით. ამ რესურსის მიხედვით. თორსოს პრეზენტაციის გაკვეთილის გეგმის შექმნას, პრეზენტაციას, სამუშაო ფურცლის შექმნას და როგორ გინდაო გავაგრძელო და ასე შემდეგო. თქვენ შეგიძლიათ შეთავაზოთ, რა თქმა უნდა, რაც გსურთ.
აი მაშინ შექმენი, კი ბატონო, შექმენი ღია კითხვებზე აგებული ტესტი მეშვიდე კლასის მოსწავლისათვის. იყოს არავითარ დაიგებს მაინც. აი ფულებიც მეანიჭა რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობ დაწესებები უნდა ჰქონდეს მეფეს რომ შეძლოს ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება, მოიყვანე მაგალითები ვახტანგ გორგასლის ცხოვრებიდან. წარმოიდგინე რომ ხარ მისი მრჩეველი, რას ურჩევდი მას სპარცელებთან ურთიერთობისას. აი კიდევ შეიძლება ვთხოვოთ რომ კვლავ კიდევ დაამატოს კითხვები, მინდა სხვა ისტორიული თემების ტესტი და ასე შემდეგ. კარგით. ხომ არ არის რაიმე შეკითხვა მეგობრებო? ან რაიმე ხომ არ გაქვს? კარგით. როგორც აღნიშნე, ნუ ეხლა მე აღარ ვაძლევ უშუალოდ აქ არავითარ და თქვენ თუ გაქვთ რაიმე სურვილი და რაიმე თხოვნა, კი ბატონო მოგისმენთ, თუ არა და ვაგრძელებ მაშინ. კარგით. ეს არის როგორც აღნიშნე, ძირითადი ნახეთ, ძირითადი რაც დამოდით გადავხვალთ თქვენ აი აქედან თუ გადავხედით ამ კოპილოტზე, პირდაპირ იქნება ეს ძირითადი რაც არის ეს. მაგრამ ნახეთ აი აქ ყველა აგენტი. ნახოთ, აი ამას რომ დავაწყაფებთ. გამოიტანს მოდი რა ინგლისურზე გადავიყვან თორე ესე აი აქ არის უკვე აგენტები. თუნდაც ქართულზე იყოს, მაგრამ უბრალოდ ეხლა გინდათ ქართული იყოს, არა აქ მნიშვნელობა თქვენ მაინც მიხვდებით. მე ავწნი ამას. უბრალოდ ესე ცოტა მაღლებს ხოლმე. ეხლა აი ეს არის უკვე ნახეთ პერსონალიზირებული. ანუ აი აქ რომელიც ორიენტირებულია წერაზე. აი რაღაცა ისეთი ტექსტები დაწეროს, უფრო ამაზე ვიწრო მიმართულებებია ნახეთ. თუნდაც გადავიყვან ქართულზე მეც ეხლა მას. აღარ გადახავს. ცოტით ახლა გადავალ და აი აი აგენტი ყველა აგენტი აი ამაზე თუ დააწყაფებთ ნახეთ ყველაზე არ გვაძლევს ძდომას. რა ვთქვათ აი მაგალითად თუ მინდა ეხლა აი ეს მკვლევარი უფრო კვლევაზე იყოს ორიენტირებული თუ ეხლა მე ამას კი ბატონო მაგრამ ვერ ვამატებ. აი იმიტომ რომ ლიცენზია გჭირდება. ანუ ის მინდა ვთქვა რომ ყველა ამ შემთხვევაში ეს ყველა არ არის უფასო, მაგრამ არის უფასოების შესანიშნავი, მაგალითად აი ეს. აი იდეების კოუჩი, რომელიც მე აქ დამატებული მაქვს, ეხლა ამას მოვაკეთე ინსტალაციას, ახლა დავამატებ, რომ გიქონოთ როგორ ემატება ეს. ეთავშალო. აი შალოს. კი ბატონო, აღარ მაქვს როგორ ხედავთ. და აი ეს იდეა კოუჩი, ანუ იდეების კოუჩი, რომელიც ახდენს. ნახეთ აი აქ პატარა ახსნაც არის.
გონებრივი იერიშზეა ორიენტირებული. გონებრივი იერიში ერთ-ერთი მეთოდი ალბათ ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობია, როგორი საინტერესო მეთოდი გახლავთ. თუმცა შეიძლება დაიწყო მაგალითად ახალი გაკვეთილის ახსნა. შესანიშნავი მეთოდია, მაგრამ არა მხოლოდ გონებრივი იერიშზე, ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს ეს მე გამოცდილი მაქვს. გამოცდილი ვარ. გამიმეფინებია არაერთხელ და ამიტომ ვამბობ ამას. ნახეთ იდეების კოუჩი, თავად გაყვეთ ამას. ნახეთ აი ამას აქვს დამატება. ანუ ეს არის უფასო ვერსია ჩვენთვის. დავამატებთ ამას. დაემატება. ნახეთ. აი აქ მარცხენა მხარეს ჩაჭდა. აღარ ჭირდება ძებნა რომ აქ გამოვიტანო და მოვძებნო ამ აგენტებში. ეს ცელთ არის. თუმცა მინდა რომ ეს გამოვიყენო და არა აი ეს ძირითადი ნახეთ, ეს ხო ძირითადი ჩატია და ყველა მიმართულებით შეგიძლია დაასვათ აუდიო ფაილი და ასე შემდეგ ვიდეო და სხვადასხვა ფორმატის ფაილები და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა ვიდეო ჩემი ინტერესებზე მიღებული. აი თქვენ შეგიძლიათ აი ასე დაამატოთ. Lucrat am ai învățat idea coach, იდეების coach. ეს არის გახსნილი, ნახეთ. ხო, აი, შეგიძლია აუწუთოთ ნებისმიერი ფაილი. ნახეთ. ისეთ თქონა რა თქმა უნდა, იმ ფაილებიდან გამომდინარე, პირდაპირ მიწეროთ. მაგალითად, ახლა მოდი მე ასეთ რაღაცას, ასეთ თქონად ჩამოვაყალიბე. გონებრივი იერიშის გამოყენებით აი ნახეთ გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით კი ბატონო გამოყენებით შექმენი გაკვეთილის გეგმა გაკვეთის ესე ვერ დავიდეთ გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის გეგმა იყოს ისევ მე-7 კლასი იყო დრასთან დავეტყვი ამ მე-7 კლასს არ ვიცი მე-7 კლასი ისტორია იყოს მაგალითად ძველი ეგვიპტე რაც დამახსენ დაუცვათ ძველი ეგვიპტე თქვენ ვამოწმით როგორ მუშაობს ეს იდეების კოუჩი რომელიც გონებრივი იერიშზე არის ორიენტირებული მაგრამ არა მხოლოდ გონებრივი იერიშზე აი ნახავთ თქვენ ახლა ხო, მე გითხარვა ახლა რომ რა არის ამ გაკვეთილის მიზანიო? სურთ მოსწავლეებმა გაიგონ ეგვიპტის კულტურა, ფარაონები, პირამიდები ან რელიგიაო? ან იქნებ სურთ რომ მათ განივითარონ კვლევითი და აკრიტიკული აზროვნების უნარებიო? როგორც კი მიზანს დავაზუსტებთ, შემიძლია ну აი ნახეთ, თქვი არის. აი მინდა რომ მოსწავლეებმა ეგვიპტის კულტურა და ფარაონების უკეთ გაიგონ. ну ჯერ ამას ხო. ჯერ ამას აქვს, ხო? იყოს აი, აქვე არის პასუხიც, ნახეთ, აი გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი, კი ბატონო. გაკვეთილის მიზანი დაასახელონ ცნობილი ფარაონები და მათი როლი, განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი, აქ უკვე ნახეთ, გაცვლილია წუთობრივად, 5 წუთი შესავალი, ევა მასწავლებელი აჩვენებს ეგვიპტის სიმბოლოების სლაიდებს, პირამიდები, ფარაონი, ჰიეროგლიფები, სვამს კითხვას, რას ფიქრობთ, როგორ ცხოვრობდნენ ეგვიპტელები. მიზანი არის მოსწავლეების ჩართვა და ინტერესის გაღვივება. კი ბატონო, ამ გონებრივი იერიში მოსწავლეები ჯგუფებად 3-4 კაცი წერენ ფლიპ ჩარტზე ან დაფაზე ყველაფერს, რაც ეგვიპტის უკავშირდება.
მასწავლებელი არაფასებს, მხოლოდ ასრულებს იდეების, ну, ყველამ ვიცით ეს როგორი მეთოდიც არის ეს გონებრივი იერი. შენ წერს ყველა პასუხს, რასაც ბავშვები ამბობენ. იდეები გენერირდება წინასწარმეტყველის გააქტიურების მიზნით. კი ბატონო, 10 წუთი იდეების დახარისხება, შემეცნებითი ბლოკი, მასწავლებელი მოკლედ უყვები ფარაონებზე, ტუტანხამონი, რამზესი და ასე შემდეგ, ახალი ცოდნის მიწოდება, რა თქმა უნდა. შემოქმედებითი დავალება, მოსწავლეები ქმნიან ფარაონის პროფილს, სახელი, მიღწევები, სიმბოლოები, შეიძლება დახარჯონ მოკლედ აღწერონ, შემოქმედებითი აზროვნების წახალისება ხდება ამ აქტივობით. ხუთი ტიპის შეჯამება და გაზიარება, თითოეული ჯგუფი წარადგენს თავის ფარაონს. შეგიძლიათ დაამატოთ, სთხოვოთ კიდევ აქტივობები დაამატოს, აი დამიმატოს სახლის დავალება, სახლის კი არა, საშინაო დავალება უნდა იყოს, რა თქმა უნდა. დაამრავალფეროვნე თამაშის ელემენტებით, როლული თამაშით შემოგთავაზოს და ასე შემდეგ. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გინდათ, რომ განავითაროთ ამ გაკვეთილის გეგმა, როგორი აქტივობები ჩართოთ კიდე, დაამატებინოთ აქტივობები. და კიდევაც აი დაუწერ, კი ბატონო, და სახალისო აქტივობები. კი ბატონო, ახლა იყოს 15 წუთი, აჰა. 15 წუთი. კარგი, პირობითად იყოს 25 მოსწავლე. ფარაონის სასამართლო, როლული თამაში. მთელი წესებია, როგორ იყოფიან ხუთებსკაციანი ჯგუფება. იგი გონებრივი იერიში უნდა იყოს იდეების გენერირება. მისანი შემოქმედებითი აზროვნების წახალისება, ისტორიის პერსონალიზაცია. კი ბატონო. ხო, აქ შეიძლება ესე იგი დაამატოს შეფასების სისტემა. ხო, დამიმატოთ ფულების სისტემა აქტივობებისთვის. დაავარავთ ფარაონის სასამართლო განავრცოს ეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გვინდა რა მიმართულებით წავიყვანოთ, ასე შემდეგ. შეფასების შექმენი, შეფასების სქემა. სქემა. Juliani. Hai schema. შეფასების ფურცელი შეიძლება შევაქმნებინოთ და ასე შემდეგ. მოგით ახლა ამას აღარ განვავრცობ უკვე და თქვენი აზრი მაინტერესებს უბრალოდ რამდენად მისაღებია თქვენთვის, არის თუ არა მისაღები, მაგალითად აი ეს აგენტი, რომელიც მე დავამატე და ჰქვია, ესე იგი, ამ აგენტს ჰქვია იდეების coach. აი იდეების coach-ი, რომელიც უკვე მე დამატებული მაქვს აი მარცხენა მხარეს. დაინახოთ დავამატე ეს აგენტი. კიდე შემიძლია სხვა აგენტიც დავამატო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს აგენტი მინდა გითხრათ ძალიან კარგად მუშაობს. შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი საგნის მიმართულებით, თხოვოთ მას გინდათ გაკვეთილის გეგმის შექმნა და განავრცობინოთ, შეფასების სისტემა გააკეთებინოთ, აქტივობები და ასე შემდეგ. მაინტერესებს 1-2 სიტყვა რომ მითხრათ, მეგობრებო. მისაღებია თქვენთვის თუ არ არის მისაღები? ძალიან კარგია და მისაღებია. ნამდვილად ახალი იყო ჩემთვისაც პირველად თქვენი დავესწარი, ძალიან კარგია მომეწონა ეს აქტივობები, მაგრამ მაინტერესებს კურიკულუმები რომ მივცეთ თუ მოგცემს.
გამზადებულს. გულო სიტყვები გავიგონე და დასაწყისში რა თქვით? ძალიან კარგი იყო პირველად ვესწრები და ანუ არ ვიცოდი მე ეს აქტიო ასე თუ შეიძლებოდა ამ chat GPT-ს კი ვიყენებდი, მაგრამ ამას ეს არ გამომიყენებია. ნამდვილად კარგია, მომეწონა და გამოვიყენებ კიდევ შემდეგში, მაგრამ მაინტერესებს კურიკულუმი რომ მივცებ თქვათ, რომელიც საგნის ავტორით და იმე თუ მომცემს ამას. რა კურიკულუმი შეგძინოთ? არა, ხო, თუ შეადგენს მეთქი ეს და ჩვეულებრივ ნახას გააკეთებ ჩარჩოს ეს ყველაფერს. უნდა აუწირთოთ მაშინ თქვენ ელექტრონული ვერსია სახელმძღვანელოსი. ელექტრონული ვერსიები ხო არსებობს? აქედან აიტვირთება მეწერან გითხრათ ფაილები. სტანდარტის აი აქედან. ელექტრონული ვერსია უნდა გქონდეთ სახელმძღვანელოსი და სცადოთ მიუთითოთ ესე იგი ანუ აი ეს სახელმძღვანელო და ამ სახელმძღვანელოს მიხედვით შექმნას სასწავლო გეგმა, ანუ კურიკულუმი, ხო? სცადოთ ყოველ შემთხვევაში უნდა მოცინდოთ. ნახოთ. ელექტრონული ვერსია ტიპება სახელმძღვანელოებისა, მე-7 კლასი, ჩემთან ისტორიაში გვაქვს მაგალითად ელექტრონული ვერსიები. თქვენ რომელი საგნის მასწავლებელი ბრძანდებით? ბიოლოგიისა ვარ, მაგრამ არის ბიოლოგიაშიც ელექტრონული რესურსები, საგნები, კი. სცადეთ. ის ყველაფერი უნდა მოსინჯოთ. თქვენ ნუ დაინოტებით, რა თქვენი რჩევა ზოგადად აი ზოგადად ტექნოლოგიების მიმართულებით, მithumetes ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის ზოგადად თქვენ თვითონ მოსინჯეთ. თქვენ თვითონ სცადეთ, ყველაზე კარგი ეს არის, როდესაც თქვენ თვითონ ცდილობთ და თქვენ თვითონ გინდათ რომ გაიგეთ და მიიღოთ პასუხი. ამ შემთხვევაშიაც სცადეთ აუტვირთეთ აი ამ პლუზღილადის საშუალებით, ნებისმიერი ფაილი PDF იქნება თუ Word იქნება, იმიტომ აი აიტვირთოთ PDF ფაილი, რამის არის მაგალითად აი თუნდაც ახლა გავაკეთებ აი ესენი კი არ არის დიდი ფაილები, მაგრამ PDF ფორმატია, ძირითადად ელექტრონული წიგნები არის PDF ფორმატში, ხო ასეა რა? აი აუტვირთე მაგალითად აი ეს აჭარის ფოლკლორი ფორუმი, ეს არის ისევ ესე იგი ჩვენი საქართველოსთან მე-5 კლასის სწავლობენ აჭარას. ჩვენი საქართველოს საგანი რა თქმა უნდა ალბათ მივხვდით. აი ეს ფაილი რო აუტვირთო. მაგრამ PDF ფაილს აუტვირთავთ, იგივე სახელმძღვანელო იყოს თუ რაც გინდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგ ცხოვრობთ რა გინდათ ახლა, ნუ გააკეთოთ. დაუტვირთავთ იმ ელექტრონულ სახელმძღვანელოს, აი დაუწერთ, შემიდგინე, აი ამ სასწავლო, აი ხო არის მთლიანი სახელმძღვანელო, თქვათ მე-7 კლასის ბიოლოგია, ხო? სახელმძღვანელო ელექტრონული სახით. აი ამ სახელმძღვანელოს მიხედვით შემიდგინე, აი ამ ერთი წლის მე-7 კლასისთვის სასწავლო გეგმა, ანუ იგივე კურიკულუმი. სცადეთ და გააკეთეთ, აბა რა გამოვა. დიდი მადლობა. Practically, is a tarto, Tarieli, tarto, possible, curriculums, I know. I understand about the people and Tim Tartoshi. I ask Gaget. Also, to tell me, I came with Cheva, may answer very much, came with Gagetable and Asta. We are several days. Oh, we are some meetings. The moment of the sessions are only Mexican. Damn it, it's still I ask me, and she not such a really shut it. Collegiality. Collegiality, ჩემპა ეს მოგებული დარჩებით რომ იცოდეთ თქვენ. გენახული მე დავამატე ეს აგენტი, როგორც ხედავთ, ეს იდეების კოუჩი. აი აქ ხომ არ გექნება შეკითხვა ხომ ნახეთ როგორც მარტივი ძალიან მარტივია აგენტის დამატება. ვენ ვაქვს თუ არა თქმა, მაშინ მე გამოჩნდება, ნახეთ აი ნახეთ ყველა აგენტი გამოვიტანეთ რა აგენტებს. Ну, ახლა ეს რესურსების მაძიებელი ძალიან ყველაზე ორიენტირებული და ძიება ფოკუსირებული. ახლა ეს ჩემი აგენტი რეალურად აი აგენტები, ეს არის აი შექმნილი აგენტები. და შემოთავაზებულია, ეს ყველა აგენტებია. უბრალოდ მე ფაქტურზე გადავიყვანე და მაინც როცა არ მინდა იმაზე გადავხსნა, სულ გადარეულია ეს ისა.
არაქართულებს აი ამას. მაგრამ ნახეთ ახლა ეს რაზე არის ორიენტირებული. რაც უფრო Teams-ში გამოიყენება, აი ეს აგენტი გამოიყენება Teams-ში, როცა Teams იყენებს მასწავლებელი, აი იქ არის ძალიან კარგი. აი ეს Microsoft-ის 365 ადმინი, რომ დაგეხმაროს ესე იგი Microsoft-ის 365-ის მართვაში, ჩემი ჰაბი, კარგად დაორგანიზო Teams-ში ჯგუფები, შეხვედრები და ასე შემდეგ. ნახეთ, მაგ არის კიდევ აი ეს აბა ერთი ეს ნახეთ. ხო, აი ამისაც მე ვამატებ, იმიტომ რომ ლიცენზია გჭირდება და თქვენ არ აქვთ ეს ლიცენზია. ეს უფლებების კოუჩი ემატება, ანალიტიკის ვნახეთ. არც ეს არ ემატება. კიდე რა არის, მაგრამ დამიჯერეთ, ის ძირითადი ჩატი, რაც არის ძალიან სრულყოფილი და ძალიან სანდო და კონფიდენციალური გახლავთ ძალიან ის იცოდეთ რომ კოპილოტი არის უსაფრთხო, იმიტომ რომ Microsoft-ი მოგეხსენებათ უბრალო მაგალითს გეტყვით, რატომ აირჩია თქვენმა სამინისტრომ, როდესაც დაიწყო ასეთი საშინელება ეს პანდემია, მითის შესაძლებლობა, Zoom-ის შესაძლებლობა, ზოგი Messenger-ს იყენებდა თავიდან, მაგრამ აირჩია Microsoft-ის Office 365 პაკეტი და Teams-ი, რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტად დაცული და კონფიდენციალურია Microsoft და ამ შემთხვევაშიაც, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არც თუ ისე უსაფრთხო გახსოვთ და ბერტებია საჭირო, აი ამისთანაც წავიკითხე რამდენიმე დღის წინ, რომ თუ რაღაცა არ იქნა შემუშავებული, საერთაშორისო დონეზე, რა თქმა უნდა, ბერტები ძალიან ცუდი მიზნებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი. თუმცა პაროლების გახსნაში, ბანკის ასე ვთქვათ, ანგარიშების გახსნაში და ასე შემდეგ, თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები. ამ შემთხვევაში შედარებით ყველაზე მეტად დღევანდელი მდგომარეობით სწორედ აი Microsoft-ის კოპილოტი გახდა. შედარებით, თორემ ბოლომდე არც ის არის ჯერ ფლად უსაფრთხო, მაგრამ შედარებით ვამბობთ, მუშაობენ ამაზე. იმიტომ აი დასწრებული ამაზე მუშაობა, რომ ამან არ მიიღოს ასეთი სახე და იყოს რაღაცა ბერტები მიღებული აუცილებლად, შემუშავებული უბრალოდ. ხო, მოკლედ აგენტების შექმნა არის ძალიან საინტერესო, მაგრამ დღეს ამას თქვენ ვერ უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ, თორე აი როდესაც შენ თვითონ აქმნი აგენტს და ამის საშუალებას გაძლევს აქ ეს კოპილოტის ბაზა, ეს არის უფრო მეტად კიდე მორგებული საჭიროებებზე. თუ შეკითხვა არა გაქვთ, უნდა გადავიდე უკვე Google-ის ხელოვნურ ინტელექტზე, Gemini-ზე. თუ არის აქ შეკითხვა, მოგისმენთ კოპილოტთან დაკავშირებით და აგენტის დამატებასთან დაკავშირებით. აი აგენტის დამატებასთან დაკავშირებით მაინტერესებდა მეც და უკვე თქვით, რომ ვეღარ მოვასწრებოდა. ამიტომ დამატება გიჩვენეთ როგორ ხდება შექმნა. აი ჩვენ შექმნით ჩვენთვის პირადად ჩვენს აგენტებს რომ დიახ, შექმნასთან დაკავშირებით. მე გიგულისმენთ. ამას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვერ მოვაცნობთ, ამას კიდება ერთი კი არა და აი ორი ტრეინინგით. მართლა, ხო. ხო. უფასოა ეს აგენტის შექმნა? უფასოა, აი აქ ამას აკეთებ უფასოდ, კი ბატონო. გაველოდებით მაშინ თქვენს ტრენინგს ამის შესახებ. ხო, ახლა მადლობა. არ არის მეტი შეკითხვა ამ კოპილოტთან დაკავშირებით? აი ეს იდეების კოუჩი დაამატეთ მეგობრებო, არის შესანიშნავი. გამჭირვალეა, ძირითადი ჩატი, აი ეს იდეების კოუჩი, ვაფშე ყველაფერს ეკცემთ პასუხს და ნუ რა ვიცი, ძალიან კარგია. აი იდეების კოუჩი და ჩატი, თვითონ ძირითადი რაც არის კოპილოტი თვითონ, მე როცა ჩატარდება ტრენინგი აგენტების შექმნა. არის რამე შეკითხვა ამ კოპილოტთან დაკავშირებით? არა, მადლობა. ყველაფერი ამომწურავი იყო, დიდი მადლობა. აი, ახლა გადავდივარ მეორე
ასევე ძალიან მრავალფეროვანი შესაძლებლობების სპეციალური ინტელექტზე Google-ის გახლავთ ეს. ეს ხო, ეხლა გამავიდა მე თქვა კოპილოტთან დაკავშირებით, რომ თქვენ შეგიძლიათ კოპილოტი გადმოწეროთ ტელეფონშიაც. Android-ში ნამდვილად ვიცი და iPhone-ში არ ვიცი. ალბათ iPhone-შიაც. შეხმართ ტელეფონი, მობილური ტელეფონში, საიდანაც წერთ აპლიკაციებს, Google, როგორ ქვია, Google Play Store თუ რაღაცა ესე ქვია. აწერეთ კოპილოტი, გადმოწერეთ ტელეფონშიაც შესანიშნავად მუშაობს. ტელეფონში თუ მოგთხოვთ ანგარიშს, დაწერთ იმ ანგარიშს, რითაც შემოდიხართ აი აქ. რაც არის თქვენი, მაგალითად, მანანა წერტილი ჯაყელი teachers goji. ამას არ შეიყვანთ ისევე გამოიყენებთ როგორც კომპიუტერში. ნუ ეხლა ტელეფონს თავისი მინუსი აქვს კიდე რომ პატარაა და ეკრანი პატარაა და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც არ ხართ კომპიუტერთან, შესანიშნავად შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილურის ვერსია, კოპილოტის. შეგიძლიათ გადმოწეროთ. ასევე მე გადავდივარ Gemini-ზე. ასევე Gemini ზოგიერთ უკეთესად მოყვება Android-ებს, იმიტომ რომ Android-ი Google-თან არის პირდაპირ მიბმული, მოგეხსენება. ტელეფონში მაგალითად თვითონ იყო Gemini უკვე. გაშალ. რომ ვიღებთ სახელმწიფო ტელეფონი, თუმცა მიხვა ეს შეგიძლიათ გადმოწეროთ ესეც ტელეფონში, და კომპიუტერში კიდე მისამართი გახლავთ Gemini.google.com. აი ამას აკლებავთ. ხდება აი ეს სივრცე. ნახეთ. Gemini Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გახლავთ ძალიან ძლიერი, არანაკლები მთელი სტუდია არსებობს, აი როგორც კოპილოტს აქვს, კოპილოტის სტუდია და კიდე იქ უამრავი რაღაცა ინსტრუმენტებია და ის ფასიანები გახლავთ. აი Gemini-ც არის ლიმიტირებული უფასო რაც არის, მაგრამ ძალიან კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ. შესანიშნავად მოარგოთ თქვენს საჭიროებას. ნახეთ. ახლა ესე იგი ესე იგი რატო მეთამაშება ეს ენა აქ? აი არ ვიცი. კი ბატონო, აი. აი დამიმატებია ერთი უკვე. მოკლედ ეხლა მოდით ჯერ ძირითადი რაც არის თვითონ და მრავალი მიმართულებით მუშაობს ეს Gemini როგორც კოპილოტი. ეხლა ვიმეორებ ეს გახლავთ არანაკლებ ძლიერი, როგორი ძლიერი გიგანტიც არის Microsoft, არანაკლები გიგანტია Google. მოგეხსენებათ იმისი ხელოვნური ინტელექტი გახლავთ Gemini. რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებს მას თუ კომპიუტერით, თუ ტელეფონით. მობილური Android-ები პირდაპირ მიღებულია Google-ზე, როგორც იცით, ვიმეორებ. შეგიძლიათ გადმოწეროთ ეს Gemini თუ არ არის უკვე თქვენს ტელეფონში, შეგიძლიათ გადმოწეროთ. ნახოთ. შეგიძლიათ აუტვირთოთ ფაილი, როგორც იქ გავაკეთებდი თუ ყურადღებით მისმენთ და მიყურებდით. როგორც ვირთავდი ნებისმიერ ფაილს, აქაც შემიძლია ავტვირთო ნებისმიერი ფაილი. იმ ფაილიდან გამომდინარე ვთხოვო და მე ვთხოვო, ესე იგი აი ამ Gemini-ს. ჯერ არის აი ასეთი რამე. დავწეროს თავისუფალი თხზულება, ანუ ესე, აი ასე ვთხოვოთ შექმენი ქართულს შესანიშნავად იღებს შექმენი ძლება ეს მაგალითად ეს დავდა ესე იგივე ესე კი ბატონო სათაური შევთავაზოთ ასეთი რა იყოს ეს თხზულება იყოს ეს ზაფხულის ახლა რაც გამახსენდება უცბად ზაფხულის ერთი ჰელი ზიანი დღე თავისუფალი თხზულება ქართულის მასწავლებელი ვინმე თუ მესწრება ასეთი თავისუფალი თხზულება მივეცი ბავშვებს ის შექმენით ბავშვებო თხზულება ზაფხულის ერთი ცხელი მზიანი დღე
ხო, ტექნოლოგია შექმნას ასეთი ქსულები, აი Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა გემინაი. აი, ნახეთ ახლა. აუ, რატო ინგლისურად? აი, აკეთებს რომ ქართულად შესანიშნავად. მე დავაბნიე ეთყობა ინგლისურზე რომ მიყენია. დრაფტში ხომ არ ქონდათ შემონახული იგივე თემა. მარცხენა მხარეს. შეიძლება ადრე ქონდათ შემონახული და მიაკითხა. არა, ზაფხულის დღეზე არ მექნებოდა. არ მექნებოდა. იგივე თემის Vai dato? გამოდით და თავიდან შედით. რა გავაკეთე? შექმენი გნულება ესე ზაფხულის ერთი ცხელი ზიანი აი ასეთია მოკლედ დარგისა და საფიქრალისაგან დაცვლილ ცხელ ზიან ზაფხულის დღეს არაფერი შობს ზე თავის ოქროს ფერს ხილებს მოწყალეთ აფრქვევს და მთელ ბუნებას სითბოთი ავსებს ამ დროს მწვანე ბალახის სურნელს აფრქვევს და ჭიჭინების გამალები ჭრიჭინებენ დილით აყვავებული ველური ყვავილების სიმშვიდე თვალის მომჭრელია მზის ამისას კი ჰორიზონტზე ფერების მთელი პალიტრა იშლება ზღვაც ამ დროს ოკეანის ლურჯი ფერიდან ფირუზის ფერში გადადის, შემდეგ კი მზის ჩასვლისას ნარინჯისფერ ტონალობებში. ზაფხულის სიცხე ადამიანის ხელს მოგლობებს ხედავს, რომ შექმნა რაღაცა ასეთი ფოვნა, როგორც მე დავწერე, ნახეთ. ამია, ეხლა მე დასაწყისში პრეზენტაცია წარმოვადგინე ფოვნაზე, აი როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ფოვნა. ვფიქრობთ. სპეციალურად დავწერე ეხლა აი ასე ამ ფორმით, როგორ ფიქრობთ ეხლა ეს კარგია, კარგად არის ჩამოყალიბებული თხოვნა? მე კლასის ბავშვისთვის არის. დიახ. რაღაცები აკია, ხო? დიახ. რომელი კლასისთვის უნდა? აი ნუ ეხლა კლასი, ხო, სამიზნე ვინ არის სამიზნე? გაჩვია რომელი კლასისთვისაა გათვალისწინებული. კი ბატონო, აი ძალიან კარგი. მე რომ ეს ყველაფერი დამეწერა, მე რომ ფაკულტეტის შედეგს მივიღებდი, დასრულებული ეყავით, იმიტომ რომ თავთავად ცხადია, უნდა იყოს ცვლილება ვისთვის, ესე იგი, ვისზე ორიენტირებული, სამიზნე აუდიტორია, სამიზნე ჯგუფი უბრალოდ ვინ არის, ცვლილებისთვის ვინ უნდა იყოს. ბევრად უფრო უკეთესად პასუხს მივიღებთ. როდესაც ამას ვაკონკრეტებთ. ხო, აქ არის დაწერეთო ესეც პროექტიო,
გახვეწეთო და მიიღეთ შემოთავაზებები. კანვას თუ იყენებთ კანვას პრეზენტაციებისთვის ძალიან კარგია. პრეზენტაციები შეგიძლიათ შეაქმნევინოთ კანვას ხელოვნური ინტელექტი აქვს უკვე ინტეგრირებული კანვას და მე პრეზენტაციებს აკეთებს პრეზენტაციებზე არის ძალიან კარგად ორიენტირებული ინსტრუმენტი კანვა თუნდაც ცნობია თქვენთვის. მოკლედ ეს შეგვიძლია ჩვენ გამოვასწოროთ რა თქმა უნდა და აი აქ დაუწეროთ რომ აი ის რაც დავაკელით აი აქ შეგვიძლია ახლა ვთხოვოთ ეს რომ ეს თხზულება რომელი კლასისთვის გინდათ მეგობრებო ეს თხზულება დაწყებითი კლასის ბატონო განავრცე და გაითვალისწინე რომ სამიზნე ჯგუფია დაწყებითი კლასის მოსწავლეები. კლასის მოსწავლეები. კი ბატონო. ერთი წამი. შესანიშნავად გააკეთებს და გაარქმევს თავს. ნახეთ ახლა გახსოვთ ზაფხული? ისეთი წელი დღე რომ ზე ოქროსავით და ყველაფერს ათბობს. ზაფხული ხომ ყველაზე მთიარული და ლამაზი დროა. წარმოიდგინეთ, დილითადრე გაიღვიძეთ, ფანჯრიდან ზისხივი ლოყაზე გეფერებათ. ფანჯრის გარეთ ჩიტები შგურტულებენ და გეუბნებიან, რომ დრო აადგე და სათამაშოდ წაფიდე. ეზოში ბალახი მწანეთ ბიბინებს და ყვავილებით სულს აღქვევენ. ტიტინები ისე ჭრიჭინებენ, თითქოს ზაფხულის სიმღერას მღერიან. თუ სხვას ეხეთ, ნახავთ, რომ წყალი თბილი და ლურჯია. შეიძლება პატარა თევზებიც კი დაინახოთ, როგორ დაცურავენ. სანაპიროზე ქვიშა თბილია და სირბილი ან ციხე-სიმაგრის აშენებაც შეიძლება. ზღვაში ბანაობა კი ძალიან სახალისოა. თუ სოფელში მდინარესთან პეკლები დაფრინავენ, წყალში კი ბაყაყები ყუნაობენ. ქალაქში ძალიან კარგია, შეგიძლიათ პარკში გაისეირნოთ, საფანელაზე მოძრაობა, სკეიტბორდით სიარული ან ველოსიპედით სეირნობა. მთავარია ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წყალი უნდა ხუდი დაიხუროთ. ზიანი ზაფხული დღეს სავსეა სიხარულით და გართობით. თითქოს ამ დროს არაფერი გაწუხებს და მთელი დღე მხიარულად გადის. ზაფხულის ყოველი დღე ახალი თავგადასავალია. რას იტყვით, არ ვიცი. უკეთესად ჩამოყალიბდა, როდესაც მიუთითეთ ვისთვის გვინდოდა, ხო? კარგი, ეხლა აქ როგორ ხდება? მაგით გადავწყვეტ მე ინგლისურზე, რომ აი აქ ეხლა, აი ციტუთით რესურსების მოძიება, ეს დამატებულები მაქვს უკვე, მახალი ჩატი. მოდი დროებით გადავიყვან ისევ ინგლისურზე. აი ეს მინდა, ეხლა აქ აგენტი აქვია. ნუ რა მნიშვნელობა აქ იგივე აგენტია, უბრალოდ კლასიკით არის მოხსენიებული. თუ არის ეს Gemini, ხო? აი შემოკლებული Gems. იგივე აგენტებია. აი ამათ თუ დავაწყებთ, ნახეთ. აი რაც არის იდეების კოუჩი იგივე, მოთხრობების წიგნი, კარიერული გზამკვლევი, შენი ძვირფასი ქვები. ეხლა თარგმანია საოცარი, ძალიან ცუდი ქართულად. ხო, ერთი წუთით. ხო, აი იდეების ის არის ესეც, აი იდეების შტორმინგი, ანუ brainstorming-ი მაინც ვერ ათარგმნის ქართულად კარგად. იმიტომ ვაყენებ ხოლმე ინგლისურზე. იგივე იდეების კოუჩია ესა. აი ჭადრაკი თამაში შეიძლება, ჭადრაკი ეთამაშო. აი მოთხრობების წიგნი, რომელიც პერსონალიზირებული იქნება, რომ მოთხრობების წერაზე.
დასურათებიანი წიგნის შექმნაზე. ნახოთ, აი ეხლა მოდით მე ამას მოხსნი. აი ამას. და ნახეთ, როგორ დავამატოთ სხვანაირად ემატება. განსხვავებულია, ოდნავ განსხვავებულია კოპილოტისგან. ნახეთ, აი, ვატსაპებს, აი ეს გვინდა რომ დაემატოს. ნახეთ, აი იდეების სტორმინგი, იგივე იდეების კოუჩია. ხო, ნახეთ, აი აქ მიიტანთ, იმას დაატკაპებთ, აი პინი, ამას მონიშნავთ და ეს აქ ჩაჯდება. და ყოველთვის აქ იქნებით მოზებნა აღარ დაქტირდებათ. ხო, ახლა ნახეთ, ახლა შექმენი გაკვეთილის გეგმა გონებრივი იერიში გამოყენებით. მაგრამ არა მხოლოდ გაკვეთილის გეგმა. არამედ ბევრი სხვა რამ კიდევ დაკავშირებულია ჩვენს პედაგოგებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმიანობასთან ბევრნაირი დავალება შეიძლება და ბევრნაირი თხოვნა შეიძლება რომ მისცეთ მას. შეგიძლიათ აიტვირთოთ ფაილი, ან თუნდაც ვიდეოს ბმული ჩაუდოთ და სწავლოთ რომ ამ ვიდეოს მიხედვით შეადგინოს ტესტი მაგალითად. აი ხა მე ის ვიდეო აი იგივე ვიდეო რაც იყო თან ოღონდ სხვა დავალებას მივცემ ამას. ნახოთ ეხლა როგორ დავალებას მივცემ. მუქეთის ის ციხის დროულად დავკარგოთ ეხლა სხვა ვიდეოს მოძებნაში, ამიტომ იყოს ეს რა მნიშვნელობა. დავაკოპირებ ამის ბმულს და დავბრუნდეთ აქ. ამას ეხლა ამ ბმულს რა თქმა უნდა აქ ჩავსვა. შემდეგ ხო რა მინდა ეს შეადგინოს. შეადგინე. რომ ნახოთ თუ შეადგეთ. შეადგინე. ტესტი. ამ ვიდეოს მიხედვით. მოდი სათაურიც უთხრათ. ვიდეოს მიხედვით. ერთვის ის ციხის ლეგენდა. არ მუშაობს, აბა ერთი ხელახლა ჩაუდოთ. აი, ესე იგი, ვერ აკეთებს ამას. კი ბატონო, მაშინ ფაილი აუტვირთოთ რაიმე. აი, ფაილის ატვირთვა. იყოს მაგალითად აი ეს ცოდნის სამი პირობა. ой, ეს ძალიან კარგია, ეს წუთი გაჩვენებ რას გულისხმობ, ვერ გაჩვენებ. აი, ისევ ვიცით რა პედაგოგმა იცით რა არის ცოდნის სამი პირობა, მაგრამ მაინც შევხედოთ. ცოდნის სამი კატეგორია. აი ეს დეკლარატიული პროცედურული პირობისეული. აი ეს ცოდნის სამი კატეგორია. ეს არის ეს ფაილი და ესენი არის განმარტებული, კი ბატონო და აი ამის მიხედვით ავტვირთოთ ეს ფაილი. ავტვირთოთ ეს ფაილი, ფაილის ატვირთვა. ცოდნის სამი პირობა და ვთხოვოთ. მივცით ასეთი დავალება. შექმენი ცოდნის სამი პირობის მიხედვით აგებული გაკვეთილის გეგმა ეს რატომ მიწერს ესე ვერ გავიგე რაც გაკვეთილის გეგმა რა საკითხი და რა თემა რა საკითხთან დაკავშირებით მოდის ეს იყოს გაგებული გაკვეთილის და დავით აღმაშენებელი ახლა დავით აღმაშენებელი
გაგათვლის რეფორმები, კლასი იყოს მერვე. აი, ნახეთ. თვითონ დამიწერა, რომ ცოდნის სამი პირობა აი ეს გახლავთ ზუსტად, რომ ეს გაითვალისწინოს. ჯერ იწყებს დეკლარატიული ცოდნით, უყურებთ როგორი კარგად ააგო. აი, საწყისი. რეფორმების ძირითადი მიმართულებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, მნიშვნელოვანი პიროვნებები. ხო და ახლა ნახეთ, რომელიმე მათგანი მოგწონთ თუ სხვა დეტალებით არ აქვს თქმა, ახლა ეს უნდა განევრცოს. ხო და აი აქ უკვე შეგვიძლია მივუთითოთ, რადგან ძალიან კარგად მიყვა და ძალიან კარგად დაიგო, რასაც ვთხოვ, რომ ზუსტად აი ეს გამოიყენოს, ეს პირობა, დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული და ამის მიხედვით, ამის გათვალისწინებით შექმნას გაკვეთილის გეგმა საკითხზე დავით აღმაშენებლის რეფორმები. აი საწყისიო და რომელი განმავლობა განავრცოს, ჩვენ როგორ იმას მივცემთ, ხოვნას მივცემთ უკვე იმასეა დამოკიდებული. აი ეს პირველი, ხო? რეფორმები, ძირითადი რეფორმები, საერთოდ ასე განავრცოს. ადი რეფორმები. ძირითადი რეფორმები. აი თან ცნის რას ნიშნავს პროცედურული ცოდნა და აი როგორი კითხვები ისმის, როცა გაინტერესებს მოსწავლეს, თუ არა ამ უნარებს, აქვს თუ არა ეს პირობისეული ცოდნის უნარები, როგორი კითხვები ისმის, როდის, რა შემთხვევაში, რატომ, როგორ. აი ძალიან კარგად დაიგო. აქ უკვე ჩემზეა დამოკიდებული, მე უკვე მივცემთ ხოვნას, რომ გაშალოს, განავრცოს ეს საკითხი, ჩამოაყალიბოს თავიდან ბოლომდე. აი მე ესე იგი განავრცე და ჩამოაყალიბე გაკვეთილის გეგმა. დავით. აი აქტივობები. კარგი. მოდით როგორც ხედავთ, შესანიშნავად მივდა რას მოვითხოვთ მისგან, რა გვინდა რომ გააკეთოს. და აი აგენტის როგორ დავამატოთ აგენტი, იგივე აგენტი ის ჯემს, ანუ ჯემინაიდან შემოკლებული ჯემს, აგენტებს ნიშნავს. ერთი აგენტი გიჩვენეთ როგორ დაემატა, აი აქ. და აი მაინტერესებს რა აზრის ხართ, შეკითხვა ხო არ გექნებათ რაიმე. მოცემული ტექსტების კოპირების საშუალებას გვაძლევს, რომ ვთქვათ Word-ში გადავიტანოთ ის შემოთავაზებული ვერსია. კი ბატონო, მაგასაც ვაპირებდი და თქვენ დამასწარეთ. აი კოპირების ნიშანი ეს გახლავთ. მადლობა. აი ბატონო, ნახეთ, დავუკვირდით, მაგრამ თუ ერთგან მისცემთ რაღაცა თქვათ განავრცე და ისა თვითონული იმის ბოლოში არის ეს. ნახეთ, აი გიჩვენეთ ახლა აქ მე მგონი იქნება მასე ერთი წუთით. აი როცა მიწერდა ინგლისურად. ხო, აი აქედან ნახოთ, აი აქ უკვე არის, ნახეთ ეს ნიშანი. და აი ეს არის გაზიარება კიდევ. აი დავაწყაპოთ ამას. შეგიძლიათ დრაფტი გადაგზავნოთ Gmail-ით. შეგიძლიათ ასევე აი share conserve აი ეს ჩატი
ლინკი იქნება და აი ეს ლინკით გააზიაროთ Facebook-ში, გააზიაროთ Twitter-ზე, LinkedIn-ში, მაგრამ ეს კოპირება, ყველაზე ეს არის კოპირება, აი ამას დააწყებთ, შემდეგ გახსნით Word-ს, რა თქმა უნდა, რომ ხდება ხოლმე და იცით თქვენ ძალიან კარგად ეს როგორც ახდება, აგერ შემდეგ ჩასვათ, აი ხო, ახლა ნახეთ აი ჩამოყვებით მერე კიდევ და როცა ნახავთ აი ამ ნიშანს, გამოგვრჩეთ ეგა. აი ახლა აი აქ კიდე შეგვიძლია ეს დავამატოთ იმას გაგრძელება იქნება ან რაღაცა. ყოველ შემთხვევაში მერე თქვენ რომ მოახდენთ რედაქტირებას, შესწორებებს, თქვენ თვითონ მიხვდებით ახლა როგორ აი ეს. აი იქაც ისევეა, კოპილოტშიაც ასევე ხდება. ახლა მე ამას ავშევინებ, რა თქმა უნდა, და ნახეთ, იქაც გიჩვენებთ, იქაც ასევე ხდება. თქვათ ახლა იძველი სადამ აქ ახლა რაიმე ყველა საუბარი. ან თვითონაც თავაზობს PDF-ს და Word-ის ფაილად. ხო, ნუ ახლა ეგ კი ბატონო. აი ეს იყოს გამიშველობა აქ რომელივე. აი აქ აქედანაც ხდება ეს მოთხოვნის გაზიარება და კოპირება პასუხთან ერთად. და აი კოპირების ისიც ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ, ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ, აი. კიდან. ხოდა მერე უნდა მიარიჯოთ, ოღონდ წდომა, რომ ვისაც გაუზიარებთ, კიდან დაარეგულიროთ, რომ წდომა ექნება თუ არ ექნება. ხოლე აი ინფორმაციის კოპირები როგორი თავს კონფიდენციალობას ნახეთ რა, აი. მაგასაც კი არ აზიარებს, აი ასე ყველაზე, ანუ თქვენ უნდა მიანიჭოთ წდომა. ხო, აი ეს ცოტა ის არის. მაგრამ ჯობია კოპირება გააკეთოთ და მე ისე გაუზიაროთ, ახლა აქ უნდა ახლა მაგას კიდე. ვაი. აი კოპირებით. შეგიძლიათ თქმით წააკითხოთ თუ კი სურვილი გაქვთ და ასე შემდეგ, მოკლედ. აქ თომ არა გაქვთ თქვენ ამ Gemini-სთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა? შეგვიძლია გსრულება პატარა დაწყებითი კლასის მოსწავლის დონეზე პატარა გსრულება და ჩვენი დრო კი იწურება, მაგრამ მაინც აი ChatGPT ალბათ მე მგონი ეს ყველასთვის უფრო მეტად ცნობილია. ალბათ ასეა? ChatGPT? დიახ. ხოლო ამასაც ზუსტად ასევე შეგიძლიათ აუტვირთოთ ფაილი, შეიძლება იყოს Word-ის ფაილი, შეიძლება იყოს PDF ფაილი, შექმნას სურათი, დამეხმარე დავწერო, შეაჯამე ტექსტი და ასე შემდეგ. მოდი ახლა მივიცეთ ამასაც დავალება, აუტვირთოთ რაიმე ფაილი, კი ბატონო. ეს იყოს თუნდაც. აი ეს არის პატარა ტექსტი. გურიაში ხალხური თამაში ძველი სხვათა შორის ლელო ბურთი Word-ის ფაილია. აი, აუტვირთავ. და მივცემ ასეთ დავალებას, ეგ არის, აი გიჩვენებთ რაც არის ეს ფაილი, ნახეთ. აი, პატარა ტექსტია. ესე ჩვენი საქართველოსთვის არის ლელო ბურთი. ასეთი პატარა ტექსტია. როგორი წესები აქვს ამ ლელო ბურთის თამაშს? ის არის განხილული, მოკლედ. აი ეს ფაილი აუტვირთავ სწორად უკვე. და მივცემ დავალებას. აი შექმენი გაკვეთილის გეგმა. შექმენი. ან აქტივობები. რა ვიცი. იყოს გაკვეთილის გეგმა. გეგმა. საკითხი.
ლელო ბურთი კლასი მეექვსე საგანსაც დაუწევდი ბატონო საგანი ჩვენი საქართველო დაფუძნებულია ჩემ ტექსტზე რა თქმა უნდა კი ბატონო დახატონ ლელო ბურთის სცენაო დაწერო მცირე ტექსტი რატომ მინდა რომ მეც ვითამაშო ლელო ბურთი ხო ძალიან წააგავს რაგბის და მაგიტომ გამივდით ქართველებს კარგად რაგბის თამაში აი ძალიან კარგი გაკვეთილის გეგმა გააკეთა სხვათაშორის და კიდევაც შემიძლია გავაუმჯობესებინო და ვცხოვო სახალისო აქტივობები დაამატოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეჯამება 5 წუთი. არსებობს სხვათაშორის აი როგორ აკერავენ ამ როგორ აკერავდნენ სწორად ძველად აი ამ ლელოს ბურთს. ვიდეო არსებობს YouTube-ზე ამისი. შემიძლია ის ვიდეოც მოვიძიო სიტყვაზე და ის ვიდეოც გამოვიყენო და ის ვიდეოს ლინკი მიუთითო და რაღაცა ვთხოვო და ან მე თვითონ ჩავთა ის ვიდეო. შესანიშნავად გააკეთა ეს გაკვეთილის გეგმა უფრო გამრჩობა ჭირდება ამას რა თქმა უნდა და თვითონ ამას მე გავაკეთებინი დაუწერ რომ განავრცე უფრო მეტ დაამატე აქტივობები, სახალისო აქტივობები, განხადე უფრო მეტად ინტერაქტიული და ასეთი თხოვნა შემიძლია ჩამოვაყალიბო, ჩაუწერო და დავაკეთებინო ეს ყველაფერი. და აქ როგორ შეიძლება, აქაც შეგიძლიათ დაამატოთ მეგობრებო. იგივე აგენტებია, უბრალოდ აქ GPT ქვია, აქ GPT-ები ქვია. აი სად არის ნახეთ GPT-ები. ნახეთ მარცხნივ, თუ ამას დააწყაპებთ, აი ნახეთ რამდენაირია ну, ესე იგი იპოვით რომელიმეს, რომელიც უფრო აი ნახეთ უფრო კრეატიული, უფრო შემოქმედებითი ხასიათის დავალებები, რომ ახლა ეს ვნახოთ. ხო, აი ეს არის. და შესაძლებლობები, ახლა აქ აი ნახეთ გვერდით ზოლში შენახვა. აი ამას თუ დავაწყავ, უკვე ეს შეინახეთ, აი აქ შემდეგ მოძებნა აღარ დამჭირდება. ნახეთ ავიღოთ აქ. აი ჩაჯდა. აი აქ ჩაჯდა მარცხნივ დაემატა. ამას თუ დავაწყავ, პირდაპირ ამას გამომიტანს და ძალიან საინტერესო აგენტია, იგივე აგენტია, გინდა GPT დაარქვით, გინდა აგენტი დაარქვით, და იგივე მნიშვნელობა, თანმიმდევრობა ერთად იგივეა მოკლედ. აი აქ შეგიძლიათ მისცეთ დავალება. ხო, აი რა შეუძლია რომ გააკეთოს, ეს არის ორიენტირებული უფრო წერით უნარებზე და ასეთ შემოქმედებით აქტიური ლიტერატურის მასწავლებლები გამოიყენებენ უფრო სრულებება, აი თხოვთ, აბა თხოვთ შექმნას აბა შექმენი თხზულება რაზე დავაწყდი თხზულება როგორ გავატარე საფული და უფრო მეტად რომ დაუკვირდეთ ვისთვის იყოს ისა როგორ გავატარე საფული და დაწყებითი კლასი იყოს როგორ გავატარე საფული დაწყებითი რატომ იწერს ესე კაცო ვერ გავიგე ძალიან დაწყებითი კლასის
ნახეთ ახლა დაწერა ტექსტი პატარა და გვეუბნება რომ თუ გინდაო შემიძლიაო ცვლილებები შევიტანეო მაგალითად თავსო კონკრეტული ქალაქიო სოფელიო მეგობრის სახელი ან შენი საყვარელი თამაში გინდა დაგეხმარო ამაშიო რა დაუტერ კი მინდა რომ ამე შეგირჩევო შენ ზუსტად მოგებულ სრულებათო. საგეკეთებად მიუთითებ ქალაქს ვისთან ესე იგი ოჯახი ბებია ბაბუა რა საქმიანობა გიყვარს ხატვა ცურვა ფენებზე ჯირითი და ასე შემდეგ უფრო მხიარული უფრო ემოციური ეს სრულება. თუ ამას მიუთითებ დარწმუნებული ვზანდებოდეთ რომ შესანიშნავად ჩამოაყალიბებს. კარგით, მოკლედ არის რამე შეკითხვა? როგორ ემატება GPT-ები გიჩვენეთ? ფაქტობრივად პრინციპი ერთ და იგივეა ყველგან. როგორ ემატება? როგორ ვიყენებთ? შევაჯამოთ მოკლედ ახლა დასასრულს უახლოვდება ჩვენი ტრენინგი, ხა ისეთ აი ამ სიცხეში გაგაჩერეთ 2 საათი კინაღა. რა სიტყვით განუსადეგია, გამოიყენებთ, არ გამოიყენებთ, რა შთაბეჭდილება გაქვთ, ასე შემდეგ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა 1-2 სიტყვა მოვისმინოთ თქვენგან მეგობრებო. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რომ ამ ზაფხულში დაგვითმეთ დრო. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვისაც პირადად ძალიან საინტერესო იყო, ბევრი ახალი გავიგე, შევიტყვე, ზოგი ვიცოდი, ზოგი რამ ბევრი რამ არ ვიცოდი. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობთ რომ გვისმენდით. კარგად წერდებო. მადლობა კოლეგებო და მადლობა ქალბატონ მანენეს. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგ დასვენებას გისურვებთ. ქალბატონ მანენე დაგკვირდა არა მე ვთხოვე ჯერ არ დამპირვებია რომ შემდეგ შევგვთავაზებს ტრენინგების სერიას აგენტების შესახებ. კი ბატონო, როგორ შექმნა ჩვენთვის. ჩანაწერს გავაჩერე. დიდი მადლობა ქალბატონო მზია ის საქველმოქმედო შეკრება